მოგესალმებით, მე ვარ ანდრო ხეთერელი, წარმოვადგენ სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაციას და ჩვენი ასოციაცია მერსიკოპსის პროგრამის უსაფრთხო ონლაინი, უსაფრთხოების ხელშეწყობა და ქალთა გაძლიერება ციფრულ ეკონომიკაში მხარდაჭერით ვაგრძელებთ ვიდეო პრეზენტაციების ციკლს და დღევანდელი პრეზენტაციის თემა არის აგროქიმიკატების, ანუ სასუქების უსაფრთხო გამოყენების ძირითადი პრინციპები. შესაბამისად, ამ პრეზენტაციაში ნაჩვენები მაქვს ის ძირითადი ტექნოლოგიური ნორმები და წესები, რომლებიც უზრუნველყოფს სასუქების ეფექტურ და სწორ გამოყენებას. და ასევე დავამატებ, რომ წინა პრეზენტაციის ბმული და იმ საკანონმდებლო აქტების ბმულები, რომლებიც გამოყენებული იქნა ამ პრეზენტაციის შემუშავებისას, მოცემული მაქვს ამ ვიდეოს აღწერაში. პრეზენტაციის ამ გვერდზე ნაჩვენები მაქვს ის მთავარი საკითხები, რომლებიც განსაზღვრავენ სასუქებთან მუშაობის ძირითად სტანდარტებს და წესებს. კერძოდ, პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ნიადაგის წინასწარი ანალიზის ჩატარებას, რადგან ნიადაგის ანალიზი გვეხმარება, რომ ზუსტად განსაზღვროთ საჭირო სასუქების რაოდენობა კონკრეტული კულტურისთვის და შესაბამისად თავიდან ავიცილოთ ზედმეტი ხარჯი და ასევე, რაც მთავარია, ნიადაგის ანალიზი გვეხმარება იმაში, რომ შევინარჩუნოთ მიწის ნაყოფიერება და მოსავლის ხარისხი. შემდეგ პრეზენტაციაში ასევე მოცემული მაქვს ქიმიური რისკების მიხედვით სასუქების კლასიფიკაცია, სადაც ძირითადად ვისაუბრებ ფეთქებად საშიშ და ტოქსიკურ ნაერთებზე, რომლებიც საჭიროებენ განსაკუთრებულ მოპყრობას და ასევე პრეზენტაციაში წარმოდგენილი მაქვს ინფორმაცია აზოტოვანი სასუქების გამოყენების და სურსათში ნიტრატების ჭარბი რაოდენობის დაგროვების შესახებ. გარდა ამისა, პრეზენტაციაში ვისაუბრებ ნიადაგის სტრუქტურული დეგრადაციის გამომწვევ მიზეზებზე, კერძოდ ნიადაგის დამლაშებაზე და ნიადაგის მჟავიანობის არასასურველ ცვლილებებზე, რასაც ხშირად იწვევს სასუქების არასწორი გამოყენება. პრეზენტაციის ბოლო ნაწილში მოცემული მაქვს ინფორმაცია სასუქების ერთმანეთთან თავსებადობის შესახებ და ასევე პრეზენტაციის ბოლოს მცირე ინფორმაცია მაქვს მოცემული იმ ეკოლოგიურ რისკებზე, რომლებიც გრუნტის წყლების სასუქებით დაბინძურებას უკავშირდება. დავიწყებ ნიადაგის ანალიზით. ეს ოპერაცია, ანუ ნიადაგის ანალიზი იწყება ნიადაგის ნიმუშების აღებით. ნიმუშების აღების შემდეგ ხდება მათი გადაგზავნა ლაბორატორიაში და ლაბორატორიული კვლევა უკვე განსაზღვრავს ნიადაგის რამდენიმე მნიშვნელოვან მაჩვენებელს. ანუ პირველ რიგში ლაბორატორიული კვლევის შედეგად გინდება ნიადაგის არის რეაქცია pH-ში, რომელიც პირდაპირ მართავს და განაპირობებს მცენარის მიერ საკვები ნივთიერებების ათვისების პროცესს და პარალელურად ასევე ლაბორატორიის მიერ ფასდება ნიადაგის ელექტროგამტარობა, რაც აუცილებელია მიწის დამლაშების შესაფასებლად. ასევე ნიადაგის ანალიზის შედეგად ხდება ნიადაგში, ანუ ნაკვეთში არსებული საკვები ელემენტების მარაგის დადგენა და შედეგად საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ ნიადაგის ანალიზი საშუალებას გვაძლევს, რომ სწორად გავსაზღვროთ სასუქების დოზები კონკრეტული მცენარისთვის. ეს მიდგომა თავის მხრივ არის სასუქების უსაფრთხო გამოყენებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტი, რადგან გამორიცხავს რესურსების არაეფექტურ ხარჯვას, ასევე იცავს ნიადაგს ზედმეტი მინერალიზაციისგან და საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს მიღებული პროდუქციის კარგ ხარისხს. გადავიდეთ შემდეგ საკითხზე. პრეზენტაციის ამ ნაწილში მოცემული მაქვს სასუქების კლასიფიკაცია რისკების მიხედვით. პირველ რიგში უნდა გამოვყოთ ფეთქებად საშიში ნაერთები, როგორიცაა მაგალითად ამონიუმის გვარჯილა. მისი, ანუ ამ სასუქის, ანუ ამონიუმის გვარჯილას შენახვა დაუშვებელია ისეთი ნივთიერებების სიახლოვეს, როგორიცაა მაგალითად ნახერხი, ჩალა, ტორფი, დიზელის საწვავი, ან სხვა ნაშერწყალბადები. ამ ტიპის ორგანულ მასალებთან კონტაქტი მაღალი ტემპერატურის ან დეტონაციური იმპულსის პირობებში ამონიუმის გვარჯილას გარდაქმნის ფეთქებად საშიშ ნივთიერება. ასევე სახიფათოა ამონიუმის გვარჯილას კონტაქტი ლითონის ფხვნილებთან, მაგალითად ალუმინის ან სპილენძის ფხვნილებთან, რადგან ასეთი ნაერთები ასევე ხასიათდება მაღალი ქიმიური აქტივობით და თვითაალების მაღალი რისკით და შესაბამისად შენახვისას აუცილებელია ამონიუმის გვარჯილას მკაცრი იზოლაცია ნებისმიერი ტიპის აალებადი და მყარი ორგანული ნარჩენებისგან. შემდეგი საფრთხე დაკავშირებულია ტოქსიკური აირების გამოყოფასთან, მაგალითად ზოგიერთი სასუქი, მაგალითად ამონიუმის კარბონატი დახურულ და ცუდად ვენტილირებად სადგურებში გამოყოფენ ამიაკს და შემდეგ თავის მხრივ ეს ამიაკის მაღალი კონცენტრაცია ჰაერში უკვე სახიფათოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ანუ ეს ნივთიერება აზიანებს სასუნთქ გზებს და მხედველობას და შესაბამისად ასეთი სასუქის შენახვა მოითხოვს შესანახი ადგილის, ანუ საწყობის მუდმივ ვენტილაციას. ასევე ზოგიერთი სასუქი ქმნის ქიმიური კოროზიის საფრთხეს. აი მაგალითად ამონიუმის სულფატი და მისი მსგავსი მჟავე რეაქციის მქონე სასუქები
აზიანებენ ლითონის ზედაპირებს. ლითონის კოროზია თავის მხრივ საფრთხეს უქმნის საწყობის კონსტრუქციას, თუ ეს კონსტრუქცია ლითონისგანაა და აზიანებს მის კონსტრუქციულ სიმტკიცეს. ასევე შეიძლება დაზიანდეს სხვადასხვა ლითონისგან დამზადებული სხვადასხვა სახის ტექნიკა. კალიუმის და ნატრიუმის გვარჯილებსაც ახასიათებთ ასევე გარკვეული საფრთხეები, ანუ მიუხედავად იმისა, რომ ეს სასუქები თავის ბუნებით არ არიან თეთქებადი, მაინც ამის მიუხედავად მათი ქიმიური ბუნება ხელს უწყობს ჟანგვის პროცესს და ამიტომ ხანძრის შემთხვევაში ეს ნაერთები მოქმედებენ როგორც ჟანგბადის წყარო და შესაბამისად ჟანგბადი შემდეგ უკვე ზრდის ცეცხლის ინტენსივობას და ართულებს მის ჩაქრობას. ეს არის ის ძირითადი რისკ ფაქტორები, რომლებიც ახასიათებთ საქართველოში ყველაზე უფრო მეტად, ყველაზე უფრო ხშირად გამოყენებად სასუქებს და ამ რისკების გათვალისწინება აუცილებელია მათი მოხმარების და დასაწყობების პროცესებში. გადავიდეთ მეხუთე საკითხზე. მეხუთე საკითხი ეს არის აზოტოვანი კვება და სურსათის უვნებლობა. აზოტთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ ზოგადად აზოტი მცენარეს სჭირდება, მცენარე აზოტს გამოიყენებს ცილის მშენებლობისთვის, მაგრამ აქ მთავარი გამოწვევა არის ნიტრატების ჭარბი დაგროვება, რაც ხშირად არის პირდაპირ კავშირში ნიადაგში აზოტის დიდ რაოდენობასთან. ანუ, როდესაც მცენარე იღებს იმაზე მეტს, ითვისებს იმაზე მეტს, ვიდრე რეალურად სჭირდება ზრდისთვის. მაგრამ აქ არის მეორე მომენტიც. მარტო დოზის გადაჭარბება არ არის ერთადერთი პრობლემა, გულისხმობ იმას, რომ ნიტრატები მცენარეში მხოლოდ აზოტოვანი სასუქების დიდი რაოდენობით გამოყენების შედეგად არ გროვდება და მარტო გადაჭარბებული რაოდენობა არ არის ნიტრატების დაგროვების მიზეზი. ანუ შესაძლებელია, რომ აზოტოვანი სასუქები ნორმის ფარგლებში იქნას გამოყენებული, მაგრამ მცენარეში ნიტრატები მაინც დაგროვდეს იმის გამო, რომ მცენარემ ვერ შეძლოს ამ რესურსის ცილად გარდაქმნა. და ამის მთავარი მიზეზი შეიძლება იყოს ძირითადად არის ხოლმე კლიმატის შედეგად გამოწვეული სტრესი, მაგალითად არასაკმარისი სინათლე, დაბალი ტემპერატურა, ან წყლის დეფიციტი. და ასეთ შემთხვევაში აზოტი გროვდება მცენარის ქსოვილებში სახიფათო ნიტრატების სახით, ნაცვლად იმისა, რომ გადაიქცეს ცილად. შესაბამისად, ნიტრატების დაგროვების თავიდან ასაცილებლად აზოტის მთლიანი ნორმა ერთბაშად არ უნდა იქნას გამოყენებული, ერთბაშად არ უნდა იქნას შეტანილი ნაკვეთში, ანუ აზოტის შემცველი სასუქების შეტანა ყოველთვის უმჯობესია მოხდეს ეტაპობრივად მცენარის განვითარების ფაზების პარალელურად. და ასეთი ფრაქციული კვება საშუალებას აძლევს მცენარეს, რომ ყოველი მომდევნო მიწოდებული დოზა სრულად აითვისოს და არ მოხდეს აზოტის დაგროვება. ასევე გასათვალისწინებელია, რომ აზოტის გადასამუშავებლად მცენარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სინათლე და სითბო და თუ ეს გარემო პირობები არ არის ხელსაყრელი კონკრეტული მცენარისთვის, ყოველთვის იზრდება ნიტრატების დაგროვების რისკი, მიუხედავად იმისა, თუ რა ფორმით მოხდება აზოტიანი სასუქების შეტანა და რა რაოდენობით შევა აზოტიანი სასუქები. და ასევე არსებობს ერთი პრაქტიკული რეკომენდაცია, რჩევა, ესე იგი, მოსავლის აღება უმჯობესია მოხდეს დღის მეორე ნახევარში, მზიან ამინდში, რადგან ამ დროს მცენარეში ნიტრატების შემცველობა ბუნებრივად არის მინიმუმამდე დაყვანილი და ამ მეთოდის დაცვით კიდევ უფრო შევამცირებთ აზოტის დაგროვების შესაძლო რისკებს. პრეზენტაციის ამ გვერდზე მოცემული მაქვს ინფორმაცია ნიადაგის მჟავიანობასთან და დამლაშებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ანუ ფაქტიურად, რეალურად ნებისმიერი სასუქი თავისი არსით არის მარილი. ამიტომ მისი არასწორი გამოყენების ერთ-ერთი უარყოფითი შედეგი შეიძლება იყოს ნიადაგის მეორეული დამლაშება. ანუ ეს არის პროცესი, როდესაც ნიადაგში მარილების კონცენტრაცია აჭარბებს დასაშვებ ნორმას და ამ დროს იქნება ასეთი სიტუაცია, რომ ასეთ ნიადაგში წყალი არის, მაგრამ მცენარე ვერ იღებს, ვერ იწოვს წყალს, იმიტომ რომ ჭარბი მარილი თავისკენ უფრო ძლიერად ქაჩავს წყალს, ვიდრე მცენარის ფესვი. და შედეგად ვიღებთ მცენარის ფიზიოლოგიურ გამოშრობას და დაღუპვას. მეორე კრიტიკული მომენტია ნიადაგის მჟავიანობის, ანუ pH-ის ცვლილება. ამ შემთხვევაშიც უნდა ითქვას, რომ სასუქების უმრავლესობას აქვს უნარი, რომ დროთა განმავლობაში ნიადაგის pH-ი შეცვალოს. ანუ დაამჟავოს ნიადაგი, ან პირიქით გაატუტიანოს, ანუ გახადოს ტუტე რეაქცია. და რამ შეიძლება გამოიწვიოს ეს მდგომარეობა? ესე იგი, თუ სასუქების შერჩევა ხდება მხოლოდ მცენარის მოთხოვნის მიხედვით და ამავე დროს არ არის გათვალისწინებული თავად ნიადაგის ბუნება, შესაძლოა ისე წერტილამდე მივიდეთ, როდესაც ნიადაგში არსებული საკვები ელემენტები მცენარისთვის ხდება მიუწვდომელი, ანუ ნიადაგში საკვები ნივთიერებები იარსებებს, მაგრამ ისინი მცენარისთვის მიუწვდომელი გახდება იმის გამო, რომ მოხდება ან ნიადაგის დამლაშება, ან ნიადაგის pH-ის არასასურველი ცვლილება. ამიტომ ნიადაგის რესურსის შენარჩუნების მიზნით
აუცილებელია ამ ორი პარამეტრის კონტროლი, ანუ საჭიროა არა მარტო pH-ის, არამედ ელექტროგამტარობის კონტროლიც, რაც იძლევა საშუალებას, რომ დავინახოთ მარილების ჯამური რაოდენობა და ავიცილოთ თავიდან ნიადაგის დეგრადაცია. შემდეგი საკითხი უკვე ეხება სასუქების დასაწყობების სტანდარტებს. ამ მხრივ თავარი გამოწვევა არის, როგორც ყოველთვის, ანუ უმთავრესი და ყველაზე გავრცელებული გამოწვევა ამ მხრივ არის ტენიანობა, რადგან სასუქების უმრავლესობა ადვილად იწოვს ტენს ჰაერიდან, რის შედეგადაც სასუქი კარგავს ფიზიკურ ფორმას და ხდება მისი ბელტებად გადაქცევა და შეკვრა. ამის შემდეგ უკვე ასეთი სასუქის თანაბრად გაბნევა მინდორში დაკავშირებულია სირთულეებთან და შესაძლოა პრაქტიკულად შეუძლებელიც კი აღმოჩნდეს. ამიტომ საწყობში აუცილებელია არსებობდეს ვენტილაცია და ტენიანობის მუდმივი კონტროლი, რადგან თუ შენახვის პირობები არის დარღვეული, ამ დროს სასუქების მხოლოდ ფიზიკური გაფუჭება არ ხდება, შესაძლებელია პარალელურად დაიწყოს მათი ქიმიური დაშლის პროცესებიც, რაც თავის მხრივ იწვევს საკვები ნივთიერებების დანაკარგს და ზოგჯერ ტოქსიკური აირების გამოყოფასაც, როგორც უკვე ვისაუბრე. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვა, მაგალითად იგივე ამონიუმის გვარჯილას შენახვისას აირის ფარდობითი ტენიანობა 50-60%-ს არ უნდა აღემატებოდეს და ტემპერატურა არ უნდა იყოს 30 გრადუსზე მეტი. თუ ეს პირობები ირღვევა, ამ დროს უკვე იწყება სასუქის მიერ ტენის აქტიური შთანთქმა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს აზოტის დანაკარგი და სასუქის მთლიანი მასის დამძიმება, ანუ მატება დაახლოებით 10-15% და ეს მატება მოხდება წყლის ხარჯზე და თავის მხრივ ეს წყლის ხარჯზე დამძიმებული სასუქის გამოყენება შემდეგ უკვე გამოიწვევს ცდომილებას სასუქის დოზების განსაზღვრის პროცესში. ასევე, მაგალითად, შარდოვანას, ანუ კარბამიდის შემთხვევაში 70%-ზე მეტი ტენიანობა იწვევს გრანულების ჰიგროსკოპულ დაშლას, რაც გარკვეულ პირობებში მცენარისთვის ხდება ფიტოტოქსიკური. ამიტომ ნებისმიერი სასუქის შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაცული იქნას მათი შენახვის კონკრეტული პირობები, რათა არ დაიკარგოს მათი ხარისხი. გარდა ამისა, დასაწყობების პროცესში ფიზიკურ გარემოსთან ერთად ასევე მნიშვნელოვანია სასუქების ქიმიური თავსებადობის საკითხების გათვალისწინება, ანუ რომელი სასუქების შენახვა შეიძლება და რომელი სასუქების შენახვა არ შეიძლება ერთად. ანუ როგორც ამ ცხრილში ხედავთ, ყველა სასუქის ერთად შენახვა ან წინასწარ შერევა, ანუ დიდი ხნით გამოყენებამდე დიდი ხნით ადრე შერევა მათი არ შეიძლება. მაგალითად, ზოგიერთი კომბინაცია, როგორიცაა მაგალითად ამონიუმის სულფატი და სუპერფოსფატი, იწვევს ნარევის შეკვრას, რაც ფიზიკურად აუარესებს პროდუქტს. ასევე არის შემთხვევები, როდესაც სასუქების ერთმანეთში შერევა საერთოდ კატეგორიულად აკრძალულია. მაგალითად, სუპერფოსფატის ტუტე სასუქებთან შეხებისას ფოსფორი გადადის მცენარისათვის მიუწვდომელ ფორმაში, ხოლო ამიაკური მარილების და ტუტე სასუქების რეაქციისას აზოტი უბრალოდ ორთქლდება, ანუ ქრება. შესაბამისად, ნებისმიერი манипуляციის წინ აუცილებელია ამ თავსებადობის ცხრილის გადამოწმება, ან ზოგადად სასუქების ერთმანეთთან თავსებადობის საკითხის გადამოწმება, რათა თავიდან ავიცილოთ როგორც პირდაპირ ეკონომიკური ზარალი, ასევე ნიადაგის არასწორი განოყიერება. პრეზენტაციის ბოლოს მოკლედ შევეხები აგროქიმიკატების გარემოზე ზემოქმედების საკითხს. ამ გვერდზე მოცემული მაქვს სასუქების ინფილტრაციის და გრუნტის წყლებში ჩარეცხვის ძირითადი მექანიზმები, ძირითადი გამომწვევი მიზეზები, რაც სერიოზულ ეკოლოგიურ საფრთხეებს ქმნის. ანუ, თუ განოყიერებას განვახორციელებთ უხვი ნალექის წინ, საკვები ელემენტები ნაცვლად იმისა, რომ მოხდეს მათი ათვისება მცენარის მიერ, ჩაირეცხება ნიადაგის ღრმა ფენებში და დააბინძურებს წყლის რესურსებს. ეს პროცესი შემდეგ იწვევს წყალსაცავების ეგრეთ წოდებულ ევტროფიკაციას, ანუ წყლის გადატვირთვას ბიოლოგიური ელემენტებით, რის შედეგადაც ხდება მავნე მცენარეულობის და ზოგადად მავნე წყალმცენარეების ჰიპერაქტიული ზრდა, ანუ ძლიერი გავრცელება და ამ ყველაფრის შედეგად ირღვევა ჟანგბადის ბალანსი წყალში და ზიანდება წყლის ბიომრავალფეროვნება. ამიტომ ამ მიმართულებითაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასუქების ნორმირებული და სწორი გამოყენება. ეს იყო ის ძირითადი ინფორმაცია, რაც სასუქების უსაფრთხო გამოყენების შესახებ მინდოდა ამ პრეზენტაციის საშუალებით წარმომედგინა. შეგახსენებთ, რომ ჩვენი პრეზენტაციის ციკლი თქვენი ინტერესების მიხედვით იგეგმება, ამიტომ დაგვიწერეთ YouTube-ზე ან Facebook-ის გვერდზე, თუ რა სფეროები გაინტერესებთ აგრონომიაში, ჩვენ გავეცნობით თქვენს წინადადებებს და მომდევნო პრეზენტაციებს გავაკეთებთ უკვე თქვენს მიერ მოწოდებულ საკითხებს. მადლობა ყურადღებისთვის, კარგად ვზანდებოდეთ.